ბრალდების ხარ ეთხოვდა კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ ნაწილობრივ დაუკმაყოფილი აღნიშნული შემოდგომლობა შეუფარდა საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით. ბრალდების ხარი შეისწავლის სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას და საჭიროების შემთხვევაში გაასაჭიროებს მას შემდგომ ინსტანციაში განვლით დადგენილი წესით. ხულიგნობა არაფერში არ იხატება, იმიტომ რომ ფაქტიურად ზურა ყოჩიშვილი და მამუკა ბაღაშვილი აკეთებდნენ, ასრულებდნენ თავის დაკისრებულ მოვალეობას. კონკრეტულად ისინი აღკვეთავდნენ და უნდათ აღეკვეთათ კონკრეტული სამართალდაღუპვის ფაქტი. ანუ მეშვიდე უბნის თავმჯდომარე ოქმსავსებდა ოლქში. რაც ეს დააფიქსირა ოლქის წევრმა ყოჩიაშვილმა და დაუძახა დამკვირვებელს ბაღაშვილს, რომ დაეფიქსირებინა. სულ ეს იყო ეს პროცესი, რომელიც მერე განიხილა თითქოს და ხულიგნობად პროკურატურა. მიზანი არის იმ ზეწოლის გაგრძელება და იმ პირადად ჩემზე არის გაგრძელება, რაც წინა პროცესს კარგად ვიცით, რომ მამუკა ბაღაშვილზე კიდევ სხვა საქმეა აღძრული ნარკოტიკებზე, რომელიც ძალიან მალე გაქარწყლდება. სამწუხაროდ სასამართლოები გადაიდო, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა ხელში გვიჭირავს. ეს არის გაგრძელება ჩვეულებრივ იმ დასჯის რა დასჯას დედოფლის ხაროში ხდება ჩემს მიერ. ძალიან კარგია რომ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ შეუფარდა ამ პატიმრებს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანები პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და მამის ტარიელ ღარიბაშვილის პირადი პატიმრები არიან. მაშინ როდესაც გაუხსნელია ნუგზარ ციკლაურზე თავდასხმის ფაქტი, მაშინ როდესაც ზურაბ ჭიაბერაშვილის თავდასხმის ფაქტი არის შეფასებული როგორც უბრალოდ ცემა, ამ ადამიანებს რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ, ხულიგნობით არიან ისინი დაკავებული.